კახის იცნობენ, რა თქმა უნდა, როგორც აი კაცი, რომელსაც უყვარდა ადამიანები და უყვარდა ბავშვები და უყვარდა ოჯახები და ასე შემდეგ. მაგრამ ხო კახის ბევრჯერ ყოფილა ცუდ ხასიათი. და არაერთხელ ხო მინახავს მე ეს ყველაფერი და მომენტი იყო, რომ მოერიდო. იტყოდა ხოლმე და ჩემი რაღაც მომენტები იყო, რომ რაღაც ცუდ ხასიათი და ემართა ამ კაცს. ქანები თავი ხომ ხედავ, ხვალ პრემიერა აქვს. ხელმოკლე. ბობოქრობს ის თქის თვითონ კი არ ბობოქრობს. აი შიგნიდან რაღაცა ბობოქრობს, რომელიც საერთოდ მისი კონტროლის გარეშე არის ეს ყველაფერი. რაღაცა ხელავ და უცებ ვიღაცა რაღაცას ხელავ შეიძლება კატია ხედა და მუშტი ჩაარტყოს კაცს. ეს იმიტომ კი რომ ესეთი აი რაღაცა ხდება ამ დროს რომელიც აი ინსტინქტურად ასეთი საქციელი წამოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბოროტი ადამიანი. და ამიტომ იტყოდა ხოლმე დეჩემი რომ დეჩემი ძალიან ცეთი დიპლომატი ხალი იყო და ბრძენი ხალი იყო და იტყოდა რომ განებე თავი ხვალ პრემიერა გან ერთკვირაში პრემიერა გან შეეშვი ნუ ელაპარაკე ხო აუარე გვერდი და